საოცარი კამათი გაიმართა ირაკლი კიკნაველიძეს, ფორმულას ჟურნალისტს, არაჩვეულებრივ მოქალაქეს, პირველ ყოვლისა და არაჩვეულებრივ ჟურნალისტსა და იაგო ხვიჩიას შორის. იცით თქვენ, მე პრინციპში სხვა თემაზე მინდოდა გულახდილად გეტყვით საუბარი, მაგრამ 4 წუთიან ვიდეოსაც არ მოგასმენინებთ, რაღაც მონაკვეთამდე ჩავიდეთ თქვენის ნებართვით და მოусმინოთ იაგო ხვიჩიას, რომელზეც მე მექნება 2, 3, 4, 5, 7, 8, 10, 12 სიტყვა. სათქმელი უკვე შემდგომ, მაგრამ თავდაპირველად თქვენის ნებართვით ამ საოცარი კამათის ერთი ეპიზოდი მაინც მოვისმინოთ და კონკრეტულად ანამდე დამასრულებელი საერთო სახალხო პროტესტი როგორ უნდა შექმნა ეგ მითხარ. როგორ შექმნა ამ დეგენერატებმა საერთო სახალხო პროტესტი შექმნა? ლაპარაკით გახსნას. ოდიში? ლაპარაკი? კი, რა თქმა უნდა, ასე ლაპარაკით, თორსა სხვა არ გესმით. აქ გასვით ადამიანები პირველ რიგში კარგად არ მესმის, რას ნიშნავს სხვა არ გესმით, ვის არ ესმის, კონკრეტულად ირაკლი კიკნაველიძეს? კონკრეტულად ირაკლი კიკნაველიძეს მიიჩნევს ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორად, კონკრეტულად იმ პირზე ლაპარაკობს, რომელიც კრიტიკული კითხვებით გამოირჩევა მის და არა მხოლოდ მის მიმართ, მაგრამ აქ იაგო ხვიჩია მართლა არ მოგასმენინებთ ყველა ეპიზოდს ან სხვა ეპიზოდებსაც. აქ იაგო ხვიჩია დეგენერატებს უწოდებს 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, უფრო და საერთოდ მთელ პოლიტიკურ სპექტრს. იაგო ხვიჩია, შექსპირის იაგო მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ არა შექსპირის იაგოც არა, იაგო ხვიჩია უწოდებს დეგენერატებს და ყველას აკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის ახალი პოლიტპატიმრების, დამატებით პოლიტპატიმრების იმაში რომ დამატებით გაჩნდნენ პოლიტპატიმრები და მე გაჩვენებ თუ ისინი რასაც აშავებენ. და აი ამაში დაიბადება საერთო სახალხო პროტესტი. საერთო სახალხო პროტესტი ხოცები უნდა გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ მოგებაგვინდა. გესმით? ხოცები და როგორ შეიძლება ნენსი მე მაქვს კითხვა, ხოცები უნდა გადმოვიდნენ ჩვენსკენო თუ მოგება გვინდაო, ამას რო ამბობს იაგო ხვიჩია, თავად რას აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ოცნების თავგადაკლულ ამორჩეველთა თუნდაც ნაწილი გადავიდეს მისი პარტიისაკენ, მისკენ კონკრეტულად. არაფერს აკეთებს მეთქი, მე გეტყვით ასე, მეცაც გეტყვით ის ცდილობს რომ უკაცრავად სიტყვისთვის და დააჯდეს სწორედ ქოც ამომრჩეველს და იმით რომ მიდის კომპრომისზე და უკლებრივ ყველა ვინც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, ვინც მიიღო მონაწილეობა, ისინი მიდიან საკუთარ სინდისთან პირველ ყოვლისა კომპრომისზე, ამით ცდილობს რომ წაღლიტოს ერთი პატარა ნაჭერ უკან მაინც ქართულ ოცნებას. ოღონდ თავარი ამბავი ის არის რომ ამ ეგრეთ წოდებული ლაპარაკით, რასაც ამბობს აზეს პედალირებს იაგო ხვიჩია, ვერც ვერავის ვერაფერს ართმევს და მისი რეიტინგიც, მისი ამომრჩეველთა რაოდენობაც საბოლოო ჯამში ან იმავე დონეზეა გაყიდული, ან საერთოდაც მცირდება, გულახდილად გეტყვით, არ დამიდარებია 24 წლის საპარლამენტო და 25 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი მომხრეთა რაოდენობა არ დამიდარებია ერთმანეთისათვის, მაგრამ აქ სხვა რამეა საინტერესო. დიახ, იაგო ხვიჩიაზე მე 2 სიტყვას ვიტყვი, აქ სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას ამ დისკუსიის რომელიღაც ეტაპზე პირი ირაკლი კიკნაველიძე, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად წარმოთქვამს ხოლმე ყოველთვის ყველა ბგერას, უკლებლივ ყველა ბგერას და არ ეშლება ბგერები ერთმანეთში არ ჩლიფინებს, არ თლიფინებს, არ ფრითინებს, თუ რა ვიცი რას თქო თქვა, ხო, კიდე ჩლიფინებს, მოკლედ და ბგერები თანხმოვნების წარმოთქმა მას ძალიან უადვილდება და თანხმოვანსაც როგორც წესი კარგად აბამს ხოლმე. ირაკლი კიკნაველიძეს უცებ აღმოხდა ამგვარი რამ თქვენ ხართ პოლიტიკური სალოსი და მე რომ მეპარებოდეს ეჭვი ირაკლი კიკნაველიძის მეტყველებაში, ბგერათა წარმოთქმაში უბრალოდ, ხო, მე გულახდილად გეტყვით, ვიფიქრებდი, წამეფიქრებოდა, რომ ირაკლი კიკნაველიძეს ერთი ბგერა შეეშალა და რომ შეშლოდა საბოლოო ჯამში მე მგონი პრობლემა არ იქნებოდა, იმიტომ კი არა რომ იაგო ხვიჩიას ახლა მე შეურაცხყოფას ვაყენებ და თანხმოვან სს ნაცვლად სხვა რომელიმე თანხმოვანი მინდა რომ შემოგთავაზოთ, მაგრამ დიახ პოლიტიკურ ან მე რომ ეშლებოდეს ახლა არა და სხვა ბგერა, ხო, სხვა მარცვალი რო წარმოთქვა მეორე ბგერა არის ხო, არც მე ვიქნები მტყუანი, დიახ, ისინი პოლიტიკური სალოსები თუ უარესები არიან, ვინც ხელისუფლებასთან შეკრულია, პირდაპირ თუ ირიბა და ასეთი არის გახარია, რომელზეც ბევრს ვლაპარაკობთ, ასეთი სამწუხაროდ აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძის ჯგუფი, რომელიც ქვი ბონო აკეთებს ხელისუფლების გამოუვიდა, რომ აკეთებს ხელისუფლების საქმეს, მათ შორის პოსტ 4 ოქტომბრის პირობებშიც და პერიოდშიც
მან გადააჭარბა ჩემი მოსაზრებით იმ კრიტიკაში, რომლითაც გამოირჩა 4 ოქტომბრის ჯანყი რევოლუციის მოთავეების მიმართ. გახარიაზე აღარაფერს ვლაპარაკობ და იაგო ხვიჩია უმალ გახარია არა მეც ვახურებ ახლა გახარია არ წამოვა ამ კონფორმისტული კონფორტის პოლიტიკიდან, მაგრამ იაგო ხვიჩიაც რომ არ წამოვა, ესეც ფაქტია. ქართული რუსული ოცნება ბარემ ვიტყვი სალოსების და არა მხოლოდ სალოსების გასაგონად ქართული რუსული ოცნება აპირებს უახლოეს ხანებში უამრავი დანაშაულის ჩადენას, დამატებითი დანაშაულების ჩადენას ქართული სახელმწიფოს წინაშე. ეს იქნება რასაკვირველია, რეპრესიები და მეტი და მეტი ადამიანის დაჭერა, მეტი და მეტი ადამიანის განდევნა, მეტი და მეტი ადამიანის გაჩუბება, მაგრამ ყველაფერს ზედგვირგვინად ან ერთ-ერთ გვირგვინად დაერთვება ის, რომ ქართული რუსული ოცნება გააუქმებს ყველა პარტიას და იაგო ხვიჩიას სალოსთა ან შესაძლოა არასალოსთა პარტია სულაც არ იქნება გასაუქმებელთა სიაში. პატივია მოცემულ ეტაპზე იყო გაუქმებული ქართული რუსული ოცნების ხელში თუ პირობებში და მართლა underground მიწის ქვეშ ჩახვიდე და დისიდენტური ერთგვარად დისიდენტური, ეხლა 80-იანი და 70-იანი წლების დისიდენტობას ვინ გაკაჩავს ჩვენ სინამდვილეში ცხადია რთული სათქმელია და ვერც ვერავინ, მაგრამ ერთგვარად დისიდენტური მოძრაობა გაშალო ქართული რუსული კოლაბორანტი ხელისუფლების ქართული ოცნების მიმართ და კვლავ ვიმეორებ, რომ ლელოც კი მოხდება გასაუქმებელთა სიაში, აი ორი ერთმანეთზე უარესი სალოსი პარტია, კიდევ სხვაგვარად არ ვიტყვი, მეც არ შემეშლება პირველი ბგერა, ეს ორი პარტია, ანუ გირჩი ხვიჩიასი და გახარია საქართველოსთვის გასაუქმებელთა სიაში არ იქნება. ეხლა მე ღიად ვლაპარაკობ, დიახ, გააუქმებს რა პოლიტიკურ პარტიებს, მე ვეკითხები ასე მაგალითად იაგო ხვიჩიას, პირს, რომელსაც პოლიტიკური სალოსი უწოდა, ირაკლი გნაველიძემ და სავსებით მართებულად და კარგია რომ მას არ ერევა ბგერები ერთმანეთში, მე ვეკითხები იაგო ხვიჩიას. აი იმ შემთხვევაში თუ იმის გათვალისწინებით თუ როცა პოლიტიკური პარტიები გაუქმდებიან, იქნება თუ არა ნებისმიერი სამომავლო საპარლამენტო არჩევნები 2026 წელს რიგ გარეშე, ესეც ჩაირიჩდება, ეგრა მაგის პასუხია. ან 2028 წელს სულაც არ არის გარეშე, ან ნებისმიერი სხვა არჩევნები, ეგრეთ წოდებული უკანონობა უნდა არ უნდა გიჟებს, შეშლილებს, დეგენერატებს და ასე შემდეგ უწოდებს რა იქით უკლებლივ ყველას შემცნარებს რასაკვირველია, ულიდეროებს რასაკვირველია იაგო ხვიჩია სალოსი, უნდა არ უნდა ამით ის თამაშობს სწორედაც რო ქართული ოცნების თამაშს, ისევე როგორც გახარია და იქნება თუ არა კანონიერი და კონკურენტუნარიანი იმ პირობებში არჩევნები, როდესაც ყველა სხვა პარტია იქნება გაუქმებული გახარიასა და იაგო ხვიჩიას პირობებში, მე ამ კითხვაზე პასუხს ვერ მოვისმენ იაგო ხვიჩიასი და თუ მოვისმენ, იმ კითხვას კი აუცილებლად აიცილებს თავიდან ეს ყოველთვის გულწრფელი ვარო, ასე რომ ამბობს საკუთარ თავზე ეს კაცი, როდესაც მე ვკითხავ, კარგი, ოკეი, იღებ მონაწილეობას გირჩში თუ რა ქვია მის პარტიას, გირჩის სახელით და ლიდერი ხარ ამ პოლიტიკური პარტიისა და მონაწილეობა ამ არჩევნებში და გასაგებია, მაგრამ ეპატიჟები კი ადამიანებს, რომლებიც დევნილნი არიან, მოდი მაინც ასე ვიტყვი, სიმართლისათვის დევნილი არის ახლა უკვე 10, 12, 14 პოლიტიკოსი პატიმარი მიხეილ სააკაშვილის გარდა, ეს რომ ვიცოდეთ, რომ პირველი 7-ეული, 6-ეული, მე 8 გახდა, მე 2 გამოუშვეს, მე კიდე დაუმატეს, ხაბეიშვილი, ლაკა ხოშტარია, ელენე ხოშტარია, სხვები. ეპატიჟები თუ არა ინდივიდუალურად, აი ზურა გირჩი ჯაფარიძეს ახლა რომ პატიმარია და 7 თვეში რომ იქნება თავისუფალი თუ რამ შეუთითხნეს კიდევ, დაპატიჟებს თუ არა მისი ყოფილი პარტნიორი იაგო ხვიჩია, ასე მაგალითად ზურა გირჩი ჯაფარიძეს და ეტყვის შენ პარტია გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ხوار მეჩლება, მოკლედ ზურაბ ჯაფარიძის გირჩი შენ გაგიუქმეს და მოდი ახლა არჩევნები რაღა ჩანიშნა ქართულმა რუსულმა ოცნებამ, მოდი ახლა მაინც მიიღე მონაწილეობა, ოღონდ ჩემი სიითო ამას ეტყვის თუ არა გვარამიას, ხოშტარიას, მელიას, ჯაფარიძეს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზრაძეს, რომელთა პარტიაც გაუქმდება, რა ვიცი კიდე ვინ არის დაბატიმრებული სხვები და ვაშაძეს, ბანჯგალაძეს თუ რა ქვია, აგვარია ის ვაშაძის მოადგილი რო იყო, აგვარია ის აღარ მახსოვს. მოკლედ ვინც არიან პაატა ბურჭულაძეს თუ მოინდომებს არჩევნებში მონაწილეობას, სხვებს ნაციონალური მოძრაობის ხაბეიშვილს და ასე შემდეგ. ცხადია, არ ეტყვის და პოლიტიკური სალოსი ხარო, ხო შეცდობის გარეშე ზედმიწევნით ზუსტი შეფასებაა ეს ჩემი მოსაზრებით იაგო ხვიჩიასი და არა მხოლოდ იაგო ხვიჩიასი. დიახ,
მორგებულობა ქართულ ოცნებასთან და იმ მორგებულობა და ბიზნეს ქვეშეთში 5-6%-ის მიღება და დანარჩენი 90-94%-ის დატოვება ქართული ოცნებისათვის არის პირველი, რასაკვირველია პოლიტიკური სალოსობა მეტი რომ არ თქვა, მეორე, ეს არის კოლაბორაციონისტობა ქართულ რუსულ ოცნებასთან, იმიტომ თუ აღიარებ რომ ქართული რუსული ოცნება არის რუსული ოცნება, შესაბამისად მასთან ნებისმიერი თანამშრომლობა, თუნდაც არჩევნებში გასვლა, თუნდაც 6%-ის მიღება და შემდგომ არჩევნებში თუნდაც 7%-ის მიღება არის მასთან კოოპერაცია, ანუ ხალატის ტოლფასი. ამას ჯობდა და ამ შემთხვევაში არა მარტო იაგო ხვიჩია ადრესატი ამ ჩემი შეძახილის არაბეთ გასაუქმებელი რომ გააუქმებს მამუკა ხაზარაძე სპარტიას ქართული ოცნება მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სხვები და სხვები, გიორგი გახარია, სხვები და სხვები, იაგო ხვიჩია, სხვები და სხვები და ზურა მახარაძე დაკავშირში ამ ყველაფერთან, მაგრამ ზურა მახარაძე, სხვები და სხვები სულ მარტო უნდა დატოვო გაშიშვლებული, უნდა დატოვო მეფე ლირი, უნდა დატოვო გაშიშვლებული ბიზინა ივანიშვილი. დედიშობილამ უნდა ირბინოს საკუთარ სასახლეებში, თუ თბილისში, თუ აბასთუმანში, თუ ჭორბილაში, თუ ზღვისპირეთში, თუ სადაც აქვს საქართველოსთან რომ არ გადის და ერთი ჯოხი უნდა ეჭიროს და გავგიჟდიო იყვიროს, მართლაც რომ სალოსად უნდა გარდაიქცეს, სწორედაც რომ ბიზინა, რომელიც მოცემულ ეტაპზე ყველას ბრალეულობით, ყველას ან ბევრის მიზეზით მოდი ასე ვიტყვი, რასაკვირველია გამარჯვებულია ტაქტიკურ დონეზე, სტრატეგიულად in general, რასაკვირველია ეს დამარცხება, მაგრამ მოცემულ ეტაპზე დღეს რა რიცხვიც არის 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ბიზინა ივანიშვილი არათუ განმოსილი, არამედ შემოსილია ძალაუფლების ახალი კვერთხებით და იაგო ხვიჩი არ არის ბოლო მათ შორის, ვინც დაასხვები, ვინც ამგვარ მდგომარეობაში აღმოაჩინა თუ ჩააგდო ბიზინა ივანიშვილი რუსი, სხვებიც არიან, მაგრამ ასე ხელის გაშვერა, შენ ხარ ბატა ბურჭულაძე დამნაშავე, შენ ხარ ნიკანორ მელია დამნაშავე, შენ მეკამელია, შენ ხარ გვარამია ხოშტარია და აი მე ვარ თუ დამნაშავე და აი მე ვარ უშეცდომოთ რომ მივლია თურმე ამდენი ხნის განმავლობაში და ქართული ოცნების ამორჩეველზე რომ ნადიდობ თურმე აღმოჩნდა რომ მე ვარ უცოდველი კრავი, ეს მართლაც ასია, იაგო ხვიჩია მართლაც არის გინ უნდა არ უნდა აღიარებს არის შეკრული ქართულ ოცნებასთან, ეს ფაქტია და უკლებრივ ყველა ვინც იმ პირობის გათვალისწინებით, რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მაღალი ალბათობით დადგება მიმდინარე წელსვე, ანუ გააუქმებს ქართული ოცნება პოლიტიკურ პარტიებს ყველას, გახარიას და ხვიჩიას გარდა, ნუ ეხა მახარაძეებზე და გზა უფლისა გზა საქართველოსი ამ პარტიაზე არ ვლაპარაკობ, ცხადია, ყველა ვინც არ გაუკეთებს შეთავაზებას დანარჩენ პოლიტიკურ ჯგუფებს, ინდივიდებს, მოდით გაწევრიანდით ჩემი ქოლგის ქვეშ და გირჩით, მე ხო არა ვარ გაუქმებული, ხო? გირჩით თუ გახარიას პარტიით მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და დავამარცხოთ ეს ქართული ოცნება, ყველა იქნება თუ არის დიახ შეკრული ბიზინა ივანიშვილთან და როდესაც გააუქმებს პარტიებს, უკვე მაისისთვის მაღალი ალბათობით ბიზინა ივანიშვილი რუსი ჩანიშნავს ახალ არჩევნებს, რომელიც კონკურენტული, ხო, თავისუფალი ყველა რომ მონაწილეობს ისეთი არჩევანის მრავალფეროვნებით განმსჭვალული თუ გაჟღენთილი, რასაკვირველია არ იქნება, იმიტომ რომ პატიმრები იქნებიან ბევრი და იაგო ხვიჩია კონკრეტულად არც მოინახულებენ იმ პატიმრებს და პირიქით ენას გამოუყოფენ და ეტყვიან იშ შენ ხო დაგიჭირეს და მე თურმე რა ჭკვიანი ვარ, ჭკვიანი კი არა სალოსი ხარ, რომ მე საპატიმროში არ მოხვდი, იმიტომ რომ მე ვიარე ასე მოქნილად და მოქნილობის მადასტურებელია ხანდახან მართლაც როცა არ ხვდები საპატიმროში, მაგრამ უფრო ხშირად და ჩვენს დროებაში ეს არის არა მოქნილობის, არამედ სწორედაც რომ არ შემეშალოს მინდა სალოსობის, პოლიტიკური სალოსობის მადასტურებელი და ახლა შეურაცხყოფას ვაყენებ იაგო ხვიჩიას არა, როგორ გეკადრებათ, ბეცხომსედი მიწევნით ზუსტად ირაგვიტნაველიც არის ხოს, წარმოთქვამ პირველ ბგერას, ასო ბგერა ს, ხო, სალოსი ს სკოლას სვავი რაღაცა ბევრი სიტყვის ხარ მოვიდა ერთი 70 სიტყვას ესე სხვა პასუხობით ვიტყვი, რომლებიც იწყება სწორედ ასობგერა სზე და არა სხვა რომელიმეზე, რომელიც ანბანის ცოტა ბოლოსკენ არის და არა
ბოლოსკენ არის სუსტ შემდეგ არის გადავთვალე მეც ვითომ არ ვიცოდე და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ ერთი დეტალი და ბარემ დავასრულოთ ეს ვიდეო ბლოგი. დღეს იცით თქვენ რომ ქართული ოცნება არა დღესაც იცით და ეს მაკაბოჭორიშვილმაც აქ არის კი მათ შორის პოლიციელებზე და ამას არ დაერქმევა თავისი სახელი და არ იქნება შეფასებული ისე როგორც ბოდიში უნდა შეფასდეს როგორც ჩვენ ვიხილეთ. რა თქმა უნდა ჩვენ ეს შეიძლება განვიხილოთ ირიბად წახალისებად სწორედ ანუ ესენი ეს ბანდა მაკაბოჭორიშვილი ხო ბანდიტია აი ესეც თქვათ ამ ვიდეო ბლოგში მაკაბოჭორიშვილი ხო ბანდიტია და მასზე უფრო სერიოზული ბანდიტები ასევე სალოსები ან არასალოსები ამბობენ შემდეგ რამეს უყურეთ რას ამბობენ ისინი ამბობენ რომ რაღაცა ამა თუ იმ საელჩო მან ამა თუ იმ სივრცის წარმომადგენლობა მასე მაგალითად ევროკავშირისა არ შეაფასა მკაცრად ან საერთოდ 4 ოქტომბერს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აქედან გამომდინარე ეს საელჩოები თუ საერთაშორისო დიპლომატიური მისიები ახალისებას ახდენენ ამ რევოლუციური გადატრიალებითი პროცესებისა და რაღაცა ახალისებას ახდენენ და ამავდროულად არც აფასებენ მკაცრად ჩვენ გვაქვს ვიზიტელი ხო ეს სიტყვა დავიხმარო მათი ამას ამბობს პრინციპში ღიად მათი ქვეყნიდან გაძევების უფლება იმას კი არ ჩაუღრმავდებიან რა არის მათი საერთაშორისო მისიების დუმილის საფუძველი ის რომ თავად ესენი არიან უკანონოები და გაგიკვირდებათ და ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი როდესაც ხელისუფლება არის უკანონო თუ ხელისუფლება არის უკანონო რასაკვირდა ეს ხელისუფლება ამავდროულად არის მოძალადე ეს ხელისუფლება ამავდროულად არის დიქტატორული ავტორიტარული დიქტატორული რომელიც არანაირ სივრცეს არ ტოვებს განვითარებისთვის და მისი ცვალებადობისთვის მოკლედ ეს ხელისუფლება სს გარეშე არის პირდაპირ მნიშვნელობით ს რომ არ ვიხმაროთ პირველი ასობგერა ს რო არ იყოს და იყოს ფ და მე მივაღლოთ ალოსი შესაბამისად ამ ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლებელია და საშევებია მოდი ასე ვიტყვი სწორედაც რომ ჯანყი მე გეტყვით ღიად მე არ ვარ ჯანყის რევოლუციური ჯანყის მომხრე შესაძლოა ვარ მაგრამ არა მშვიდობიანი ჯანყის მომხრე სულაც არ ვარ ანუ მე არ მინდა რომ აქ იყოს აქ გავარდეს ტყვია არ მინდა და მაქსიმალურად ყველაფერს ვამბობ იმისთვის გავაკეთებ იმისთვის რომ ეს რევოლუციური პროცესები თუ ეს მაინც და მაინც დაიწყო იყოს სწორედაც რომ ხავერდოვანი მშვიდობიანი ჩვენ გვაქვს რესურსი რომ გავისწროთ ეს მოძალადე ხელისუფლება ხავერდოვნად და მშვიდობიანად მაგრამ თუ რომელიმე ორ ყურა ერთ ცხვირა და ორ წარბა და ერთ შუბლა ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში უიმედოდ დარჩენილი რომ დიახ უნდა ჩამოვაგდოთ ხელისუფლება ერთგვარი მოძალადე ობრივი გზით იმ ადამიანსაც მომიტევეთ მაგრამ ის უნდა დაისაჯოს რასაკვირველია კანონი ამას ლაპარაკობს მაგრამ იმ ადამიანსაც უნდა გავუგოთ რომ ვიცოდეთ მაინც არც ნეპალში ყოფილა მშვიდობიანი კლასიკური მაკაბოჭორიშვილისეული გაგებით მშვიდობიანი რევოლუცია მაგრამ ნეპალში მოხდა ის და სხვაგან ეხლა არაბულ გაზაფხულებს არ გავიხსენებ და ასე შემდეგ გასულ წლებში რაც მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო იმათი ალოსი ხელისუფლებების წინააღმდეგ. ეხლა იაგო ხვიჩიაზე იყო ეს ვიდეო ბლოგი და იაგო ხვიჩიას თაობაზე იქნება სწორედაც რომ სათაური ამ ვიდეო ბლოგისა ეს ფაქტია. მოდის ვიხდი, ეს ფაქტია, მირეკავენ ამასობაში სერიოზული პრობლემები აქვს ჩემს კორპუსს, მაგრამ მე ასრულებ პრინციპში ვიდეო ბლოგს. დიახ, სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყანას უფრო ვიდრე ჩემს კორპუსს და მაკაბოჭორიშვილის გასაგდები რო იქნება მაკაბოჭორიშვილი რომ მიიღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი სახელმწიფოდან ვინმეს გაგდების თაობაზე ის ქვეყანა რასაკვირველია და ის საზოგადოება უფრო მკაცრი უნდა იყოს ამ ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლების სალოსთა თუ არა მხოლოდ სალოსთა მიმართ წარმომადგენლობებს თუ საელჩოებს დახურავთ კიდევ ერთ პაპატიეთ ასე უნდა ვთქვა მშვიდობიან რევოლუციურ პროცესს მიიღებთ და არა ერთხელ მიიღებთ კი არ გემუქრებით უბრალოდ ფაქტის წინაშე ფაქტს აღგიწერთ ფაქტს განბჭრეთ აქვე ვიტყვი და კიდევ ვიტყვი დიახ დავმარცხდით 4 ოქტომბერს ფაქტი ჯიუტია უკანონობა ჩაიდინეს აქვე ვიტყვი დემონსტრანტებმა რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს ყაველაშვილი ბანდიტის რეზიდენციის აღების თაობაზე ეს ასე იყო მაგრამ ყველა ის არის მისრის მიმართვა ბურჭულაძისკენ თუ სხვათაკენ ხო ეს არის ერთგვარი შუაში მყოფობა ბოჭორიშვილსა და იაგო ხვიჩიას შორის და ამას ქვია სწორედაც რომ პოლიტიკური სალოსობა ანუ გიჟობა მოდი ასე ვიტყვი ნახვამდის